ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირების პროცესს ვიწყებთ და დღეს ამის შესახებ ერთობლივად გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ამ ინფორმაცია, როდესაც ქვეყნის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი უარს ამბობს სამართლის აღსრულებაზე, სამოქალაქო საზოგადოების მოვალეობაა შეაგროვოს მტკიცებულებები და დაეხმაროს მსხვერპლებს სამართლიანობის ძიების გზაზე. მივმართავთ ყველა მსხვერპლს, ჩვენ ვართ თქვენს გვერდით. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და თქვენი ვინაობა იქნება კონფიდენციალურად დამუშავებული თქვენი თანხმობის სრული გათვალისწინებით. თუ თქვენ განგიცდიათ ან განხდით სხვადასხვა ძალადობის, მათ შორის წამების მსხვერპლი ან მოწმე, გთხოვთ შეავსოთ ის ფორმა, რომელსაც ჩვენ საჯაროდ დავდებთ, ან მოგვაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია მეილის მეშვეობით evidence@gov.gr. ჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ და მოგაწვდით შესაბამის ინფორმაციას შემდგომი ნაბიჯების შესახებ. ჩანს, რომ გამოყენებული არის უფრო დიდი რაოდენობით ის არაიდენტიფიცირებადი ეგრეთ წოდებული შავრაზმელები, შეიძლება ესე ითქვას, რომლებსაც არც პოლიციის ნიშანი აქვს, არც აწერიათ, რომ პოლიციელები არიან და არც არიან პოლიციელები, ჩვენი მონაცემებით არიან დაფარული და ფაქტობრივად არიან ბოროტმოქმედები, ბანდფორმირებელები, რომლებიც არის განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას ფაქტობრივად არანაირი რეაგირება არ აქვს. ამიტომ არის ჩვენი ინიციატივა სწორედ დროული, ეხლა, როდესაც უფლებადამცველი ორგანიზაციები ერთიანდებით და იმ პირობებში, როდესაც საგამოძიებო ორგანოები არ არიან ქმედითი, ჩვენ თვითონ ვცდილობთ, რომ მსხვერპლების მდგომარეობის დოკუმენტირება მოვახდინოთ და შესაბამისად გამოვიყენოთ საერთაშორისო მექანიზმები, ყველა არსებული საერთაშორისო მექანიზმი იმისათვის, რომ მოხდეს ამ მსხვერპლთა უფლებების დაცვა ერთი მხრივ და შემდგომში